ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერის განცხადებით, ქართველ ხალხს აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტის მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან პრეს-კონფერენციაზე თქვა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ. Georgian people, like everyone, they have the right to demonstrate peacefully and make their voice. ქართულ ხალხს ისევე როგორც ყველას აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება. ეს ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩაში და აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას და აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მოქალაქეებს დემონსტრაციის მოწყობის უფლება მისცეს და არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ მათ ხმას მოусმინონ.